ხალხი ამბობდა მგონია რომ ბიტკოინმა თავისი მთავარი იდეა დაკარგა. როცა ბიტკოინის ყიდვა დავიწყე და შემდეგ თითქმის ყველაფერი გავყიდე, ამის მიზეზი იყო ის, რომ როცა მსოფლიოში ყველაფერი აირია, ირანის ომის დროს და სხვა კრიზისების ფონზე, ბიტკოინი ყოველთვის საუკეთესო ალტერნატივად მიმაჩნდა ფიატ ვალუტებისთვის, რომლებიც ღირებულებას კარგავდნენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბიტკოინი ოქროს უკეთესი ვერსია იყო, მაგრამ ოქრო უცებ გაიზარდა და იცით, $5,000 მიაღწია. ბიტკოინი კი დაეცა. ყოველ ჯერზე როცა დოლარი სუსტდებოდა, ბიტკოინი უნდა გაზრდილიყო, რადგან თუ ის დოლარშია შეფასებული, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ადამიანებისთვის უფრო იაფი ხდებოდა მისი ხიდვა, მაგრამ ეს უბრალოდ არ მოხდა. ანუ ისეთი ჰეჯი არ აღმოჩნდა? არა, ნამდვილად არა ისეთი ჰეჯი, როგორცაც ველოდი. და ეს ჩემთვის ძალიან იმედგამაცრუებელი იყო. ამიტომ ვიტყოდი, რომ ბიტკოინით უფრო იმედგაცრუებული ვარ, ეთერიუმით ნაკლებად. რაც შეეხება დანარჩენ ტოკენებსა და მემე კოინებს, ვიდეოს წარმოგიდგენთ Crypto News G, პირველი ქართული კრიპტომედია საქართველოში.